ყველაზე ცხარე ჰოთ-დოგი. ნაყინი. ავეკიდოთ ნაყინი. ნერვიულო პატარავს. იმარამ ზადას ვანანებ თავის საქციელს. მოდი აქ და ბრუნე ნაყინი. რა გემრიელია? ნაყინი! უგემრიელესი ნაყინი! ბავშვებო, გიყვართ ზღაპრები? თქვენი ხმარ მესმის? ბიბა, ბავშვები ტელევიზორის მეორე მხარეს არიან. როგორ გიპასუხებენ? მაშინ არ მოყვები ამ ზღაპარს. მაშინ მე მოყვები. იყო და არა იყო რა. ღვთის უგეთესი რა იქნებოდა? დოგ, შეგიძლია წახვიდე. გადავიფიქრე, მე მოვყვები ამ ზღაპარს. მოკლედ, იყო და არა იყო რა. ერთი ზარმაცი და მუქთამჭამელი კაცი. ეს კაცი მთელი დღეების განმავლობაში ბუხართან იხვდა, ნაყინს ჭამდა, ნაცარს კექავდა. სწორედ ამიტომ ხალხმა მას ნაყინჭამია, ნაცარკექია შეარქვა. საიდან მოიტანე ახლა ნაყინი ჭამია? მსგავსი არაფერი არ წერია მაგ ზღაპარში. დოგ, დამანებე თავი რა. მე ჩემე ბურად ყვები. კარგი ბატონო, კარგი. ნაყინჭამიას ცოლს მისი ქმრის უსაქმურობა აგიჟებდა. ის ყოველდღე ეჭხმებოდა მას. ადექი, გაი არ გამოიარე. სუპერ გმირებს ეჭხუბე. რამე სასარგებლო გააკეთე თორემ სახლიდან გაგაგდებ. მაგრამ ნაყინჭამია ცოლის მუქარას ერთგულში შეუშვებდა და მეორე ყურიდან გაუშვებდა ხოლმე. მაგრამ ნაყინჭამიას ცოლს მოთმინების ფიალა აერსო. ნაყინჭამიას სახლიდან გამოაგდო ერთი ტომარა ნაცარი, ცეცხლის საჩხრეკი და ერთი ცალი პლომბი გამოატანა მხოლოდ. ბერვიარა, თუ ცოტა იარა, ნაყინჭამია ბოლოს ერთ უშველებელ მდინარეს მიადგა. გაესარა წყალში გასვლა, მდინარის პირას ჩამოჯდა, იქნებ ვინმე გამოიაროს და გამიყვანოსო თურმე ეს მდინარე ბოროტი დების სამფლობელო ყოფილა. ეი შენ, შებანჯგვლიანო, ეხლა გადმოცურეს მდინარე, ზურგზე შემისვი და მაკეთა ნაპირას გადამიყვანე, თორემ ერთს გემრიელად მიგტყიბავ. ჩემი შიშიცაზე ფრინველი ვერ დაფრინავს, მიწაზე ჭიანჭველები ვერ დადიან და ამ ადგილს გოლიათების კი უფრთხიან. ბლა ბლა ბლა, ჩემი შიშითის, მეშენი არ მეშენია. დენის თავხედობამ ნაყინჭამია საშინლად გააბრაზა, მდინარეს გადაუფრინა, დევს დააცხრა და საშინლად მიატკიბა. ჯერ მარჯვნიდან შემოარტყა, მერე მარცხნიდან კისერზე მოახტა. სტოპ. რებს ხმები ბიბა.
მსგავსი არაფერი არ წერია იმ მოთხრობაში. ხო, ცოტა გადავუხვია. ცოტა კი არა, ძალიან გადაუხვიე. კარგი, მეც აღარ მიზამ. სად გავჩერდით? ხო. დევმა ნაყინჭამიას დაუწახა. ჩემი შიშიცაზე ფრინველი ვერ დაფრინავს, მიწაზე ჭიანჭველები ვერ დადიან და ამ ადგილს გოლიათების კი უფრთხია. ნაყინჭამია არ შეშინდა, პირიქით, იქით შუტია, მაინდებს. რომ არ მეწოდებოდე გაჩვენებდი ვინც ვარ, მაგრამ არ მინდა ქვეყანა დავაქციო, თორემ ისეთი ხონე მაქვს, დედამიწას რომ ხელი მოვავლო, ზეცას შევტყორცნი და ნაცარმტვრად ვაქცევ. თუ გინდა შევაგიბროთ და ერთმანეთი ხონაში გამოვცადოთ. შენ მან დაიღე ქვა, მე აქ ავიღებ, მოვუჭიროთ ორივე მხელი და ვინც წვენი გაადინოს. გამარჯვებული ის იყოს. შეგეშინდა შებაყბაყდებო. ეხლა მოდი სირბილში შევეჯიბროთ. გავიქცეთ მიყაზე შენ მაქეთ, მე აქეთ და ვინც მეტ მტვერს და კორიანდელს ადენს. ბიჭიც იყოს და ქუდიც იმას ეხუროს. გადამიყვან, მაგრამ პირზე თუ პირდაპირ მიგწიბო. აი ესე დამარცხა ნაყინჭამიამ, ბოროტი ბაყბაყდები, ჭირი იქა, ხინი აქა, ბიბა, რას აკეთებ? ჯერ ხომ არ დამთავრებულა ზღაპარი. დევმა ნაცარქექიას სახში რომ მიიყვანა, იმ ამბავს რატომ არ ხმები? სუდა მოვიწყდა. ხო და ეხლა ჩემი ჯერია. არავითარიო, ჩემი ჯერია. კარგი ხო. დევმა ნაცარქექია ზურგზე მოისვა და თავის გამოქვაბულისკენ წაიყვანა. ნაცარქექია ტახტზე დაასვა, თვითონ კერა გაახურა და ცომი მოზილა. გააკეთა ერთი უშველებელი ხმიადი, ჩადო კეცში, ცეცხლს მიუფიცხა და ნაცარქექიას უთხრა. თუ არ გეზარება, ამ პურზე თვალი გეჭიროს, რომ არ დაიწვას. მე დღეში წავალ და სავახშმოდ ბარემ ნანადირებს მოვიდან. დევი წავიდა. ხმიადს ცალი გვერდი რომ დაებრაცა, ნაცარქექია მიფიქრა. ახლა კი გადაბრუნების დროაო და დაუწყო საკეთით ცვალება. ამ ცვალებაში კეცი წამოიქცა და ნაცარქექია ქვეშ მოიღოლა. ზვალობს ნაცარქექია, აფხარკალებს ფეხებს, ხნეშის, ოხრავს, გშინავს, მაგრამ კეცს ზვრას ვერ უშვება. დაიღალა და შეშინებულმა ფერიც კი დაკარგა. რა დაგემართა? არაფერი, უბრალოდ მუცელი ამტკივდა და ცხელი კეცი დავიდე. მე ხლა უკვე კარგად ვარ. მოდი მომაშორე ეს რაღაცა. მანდრას აკეთებ. აი ეს სკეპლა და გამოვიღო და გვერდები აგიჭრელო. როგორ გაბედე ჩემთან ცხვირის დაცემინება. ამოდენა კოჩი მეწლის ბოზებზე ავიტანე, ეს კი სკეპლას ეძახის და გამოძრობასაც კი უპირებს. აკაურობას თუ არ გავეცალე, ერთხელაც იქნება ამიშარდება და ცოცხალი ვერ გადაურჩები.
მაგრამ მამაცი ნაყინჭამია დევს დაეწია და საშილად მითხილა. ბავშვებო, მსგავსი არაფერი არ წერია ამ ზღაპარში. მე ბაბუა ჩემი ეგრე მიყვებოდა. ხო და არასწორად გიყვებოდა ბაბუა შენი. თუ კაია შენიცი არასწორად რა. ბიბა იქნებ დამამთავრებინო. მიდი, დაამთავრე, ჰა. დევის სახლკარი დაავლადიდება ნაყინჭამიას. ნაცარქექიას დარჩა. წავიდა ცოლიც დევის გამოქვაბულში მიიყვანა და ცხოვრობდა დიდ ხანს და ბედნიერად. ჭირი იქა, ხინი აქა, კატო იქა, ტარხუნის და კარტოფილის ღვეზენი აქა.